მშვიდობის. მოკლედ არ დავკარგულა რომ უბრალოდ გუშინაც იგივე პრობლემას შევეჩეხე. გუშინ იყო ხო ეს დამჯდარი რო იყო და რომ მთელი თვე რო ვტენდი კიდე. მერტო ჩემო მოკლედ ძალიან სერიოზული ესა მაქვს პრობლემა. ან სოსოს უნდა ვუთხრა უარი და მოკლედ აუკრძალო ჩემ მობილურთან საერთოდ შეხება. ან ეს უნდა ვიწვალო რა მოკლედ. არა და ეს ბავშვიც მებრალება, სად ახლა ვერ ვეტყვი უარს ტელეფონზე, იმიტომ რომ ისეც არაფერს არ აკეთებს, კითხულობს, ანუ ეს რა ქვია მაგას სოსო როგორ ქვია იმ წიგნებს, ონლაინ წიგნები თუ როგორ საერთოდ როგორ ქვია, ონლაინ წიგნები თუ ონლაინ წიგნები. აი, წიგნებს რო კითხულობ ონლაინში, ანუ YouTube-ში შუაშია, ინტერნეტით. წიგნები ქვია. ხო და როგორ, ანუ რაღაცას ეძახიან. ელექტრონული, ხო, ელექტრონული წიგნები. ხო, ეს გამახსენდა ელექტრონული წიგნებზე მაქვს საუბარი, ნუ მოკლედ. ხო და ნუ კარგი, რაღაცას მოვიფიქრებ. რაც შეეხება ცოტა რეჟიმი აგვერია, შეგვატყობთ ეხლა რა დროს ვიდეოს წაწერაა პირველის ნახევარზე, მაგრამ მეთქი სულ რო არ დავიკარგო და არ გავუჩინარდე თქო იმის გამო რომ ესე ვწვალობ, ჯობია ცოტა პატარა ვიდეო მაინც ჩავწერო ხოლმე. რამდენი ხანია ახლა ეს რაც მიდის. ზოგადად ახლა რაზე მინდოდა ლაპარაკი, ნუ ამ დღეებში ლაპარაკი დამავიწყდა მეგობრებო. სულ ფიქრობ ზოგადად მთლიანად მსოფლიოში რაც ხდება. ანუ ძალიან ისეთი გლობალური ცვლილებებია და მოლოდინი კი მაქვს მე პირადად, მოლოდინი იმისი რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლება ნორმალური ადამიანებისთვის, რაც მთავარია ნორმალური ხალხისთვის. რაც შეეხება ის რომ ფრიკების დრო უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. რა ვიცი, მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს რომ დამთავრდება ფრიკების დრო და ხანა, თუ ესე დავარქმევთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ხანია, რაც მსგავსი რაღაცეები ხდება მთლიანად მსოფლიოში და ეს არ არის მართლა როგორ ვთქვათ, ახლა იჩაგრება, ანუ დისკრიმინირებულია ის საზოგადოება, ის ხალხი, ვინც ნორმალურად აზროვნებს, ვისაც მოსწონს ესეთი, ანუ ნორმალური მშვიდი ცხოვრება და მოკლედ ეს ვიდეოებშიც კი ჩანს, იცით ის რომ მაგალითად ფრიკებს უფრო დიდი ნახვები აქვს, მინდა გითხრათ, ვიდრე ნორმალურ ხალხს, ანუ ნორმალურ ახლა მე მთლად ნორმალურად ჩემი თავი არ მიმაჩნია, შეიძლება რაღაცებში არ ვიყო მთლად ნორმალური, მაგრამ ზოგადად რა, მთლიანობაში ახლა არ ვარ ვიღაცა ისეთი, ხო, არც ვცანცარებ, არც გიჟობ, მოკლედ არ მაქვს ისეთი რო იტყვიან რუსულად ბურნი ცხოვრება, რომ რაღაცაზე იმასე ვილაპარაკო და ამითი მივიზიდო, ან რაღაცა უმეტესობა მანდილოსნების რომ რაღაცა იქ სექსუალურობით იმაშვებიან, ცდილობენ მიიზიდონ მაყურებლის ყურადღება. მოკლედ ფრიკების რიგს ნამდვილად არ მივეკუთვნები და დიდება უფალს, აი მართლა დიდება უფალს და სულ არ მჭირდება ეგეთი არც ნახვები და არც გამოწერები, თუ მე მათ სიაში აღმოჩნდი, ასე რომ მირჩევნია ვიყო ნორმალური და კუსნაბიჯებით მივდიოდე, იმედი მაქვს და უпроსტად მოლოდინი მაქვს, რომ ბევრნი არიან საერთოდ ნორმალურები და ანუ ნორმალური ცხოვრება უფრო ხიბლავთ და არა ის რაღაცა ყალღზე რო დგას თემები და ესეთი დაძაბულობა და ესეთი ისინი ჩემთან დიდება უფალს არ არის და ღმერთო მაშორე ესეთი რაღაცეები რომ რაღაცა ისეთი იყოს ჩემ ცხოვრებაში რომ ამითი ვთქვათ თუნდაც ნახვები ემატებოდეს ჩემ ვიდეოს, ნამდვილად არ მჭირდება
ხო, ეს რაც შეეხება ზოგადად YouTube სივრცეს თორე ზოგადად ახლა ქუჩებში, უცხოეთში, ჩვენთან, სხვაგან ნორმალური ხალხი იჩაგრება. ანუ როგორ იჩაგრება? ადრე რომ ფერად გადიანებს ავიწროვებდნენ და ესეთი ისინი იყო რა დამოკიდებულება, ეხლა ნორმალურების მიმართ არის ხო ესე? ხო, ეს დიდი ხანია ყველამ ვიცით, ახლა ვინც ამას აკვირდება და შორს ვარ წავიდეთ ტელევიზიებშიც, რაც უფრო რაღაცა და ისეთი ჩახლართული და დაძაბული თემა იყო, ის იყო რეიტინგულად მაღალ დონეზე და იქ გინდა რევოლუცია აიღე, გინდა ის მოკლედ. რაც შეეხება ახლა საიდან ახლა რატო მაინდა-მაინც დღეს რატოავლაპარაკდი ამ თემაზე, იმიტომ რომ გუშინ ჩემ კლასელს უსმენდი, ალბათ ბევრი იცნობთ, მე რატომაც ესე მგონია, რომ ბევრს გეცოდინებათ ჩემი კლასელი. ეს არის თეონა ჯიქია, რომელთანაც ერთად 0 კლასიდან ადრე ესე იყო, 0 კლასიც იყო, მოკლედ 0 კლასიდან მე-11 კლასის ჩავწვით, ანუ დავამთავრე სკოლა, ერთად ვიყავით რა, ერთ კლასში და მეამაყება, მართლა მეამაყება ჩემი კლასელი თეონა, იმიტომ რომ აი ესე გემრიელად, აი ესე საღად და ესე აი ყველასათვის გასაგებედაზე საუბრობს. და ნუ პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ ბავშვობიდან ესეთი როგორ გითხრათ, აი ესეთი კეთილშობილური, ძალიან ესეთი ძლიერი ადამიანი იყო პატარაობიდანვე და ერთ პერიოდი ცოტა ხანი უმეგობრობდით კიდევაც რა, კლასში ხო იცით ეს ტრადიცია ხომ იქ რაღაცა ესეთი სადაქალოები იყო, მე მქონდა ჩემი სადაქალო 4 ვიყავით სულ. თეონასაც ასევე ყავდა ეს სადაქალო, მაგრამ ჯამში მთლიანი კლასი ერთად ვიყავით და როცა რაღაცა იყო, ერთად ჭრიდით რაღაცა საკითხებს. ხო, მოკლედ ესეთი ამბები და ძალიან გამიხარდა. თან იყო, მგონი ერმილესთან იყო, ერთად ჩართვა ჰქონდათ. თუმცა მე უკვე, ანუ თვითონ ონლაინის ლაივის ჩართვა არ მინახია, უკვე რო შეინახა რა, ლაივი რო დამთავრდა და რო ინახავს, მე ის ნახე უკვე. მოკლედ იმდენი თემები იყო, იმდენი რაღაც საკითხები და ბევრი ვიცი, ბევრი ადამიანი, რომელსაც სიცილად არ ყოფნის, დავუშვათ თუნდაც შეთქმულების თეორია, რომ ესეთი რაღაცები არსებობს, რომ იქ თქვათ ვიღაცა წყვიტავს კაცობრიობის ბედს. დიდი ხნის წინ, ძალიან დიდი ხნის წინ მეგობრებო, დაახლოებით 10-15 წლის უკან, ხო ეს სადღაცა, ის სოსო ჯერ არ მყავდა რა, მოკლედ სოსო არის მაისში ხდება 14 წლის და ესე იგი, სადღაც ეს ამდენი ხნის უკან გავიგე ესეთი რაღაცა, რომ ერთ დროსო ჩინეთი გამეფდებაო, ანუ გაბატონდებაო მსოფლიოში და დაიპყრობს მთლიანად მსოფლიოსო და რაღაცნაირად ახლა ისეთი რაღაცა თემა წავიდა, რაღაცა ლაპარაკი ჩამოვარდა და რაღაცა ისეთი რაღაცა ისე მენიშნა, რომ უკვე თითქოს მართლა იქით მიდის, რომ გონი მართლა ასრულდება და დაშე მახსოვს რაღაცა რუსული ფილმი იყო, სადაც ესეთი ძალიან დიდარი ოჯახი იყო, მამა, ანუ ბიზნესმენი იყო თუ რაღაცა და შვილს ეუბნება, ანუ ჩინურს ასწავლიან შვილს, ჩინურზე დადის და რომ იქ იყო ესეთი ფრაზა იყო, თუ სწორედ მახსოვს, მე მაპატიეთ თუ სიტყვით არ ვიძახი, ანუ ჩინეთის არის მომავალი და უნდა იცოდეო რა, ანუ ამზადებდა რა ფაქტიურად შვილს რა, ესეთი ფილმი იყო რუსული რაღაც დიდი ხნის წინ ეგეც ნანახი და აი რო თქვა ახლა რა ქვია ფილმს თქო, რაღაცა ბუნდოვნად მახსოვს რაღაცა ძარცვასთან იყო კავშირი, მოკლედ რაღაცა ფილმი იყო, მაგრამ აი ესე რა ბუნდოვნად მახსოვს. ძალიან დიდი ხნის უკან იყო, თან ახლა როცა ერთ ფილმს ორჯერაც ვუყურებ, სამჯერაც, ნუ მომახსოვდება, მაგრამ ეს იყო ესე ერთჯერადად რომ ვუყურებ ფილმს.
ხო და ნუ ესე გამოდის რა ფაქტიურად ეს დრო მოდის მე მგონი საქართველოშიც საკმაოდ გაიდგა ფესვები, როგორც ვიცი, ამერიკაშიც არის, ნუ თავისთავად თეონომაც აღნიშნა ნიუ-იორკში. სხვა შტატებშიც გამორიცხული არ არის, ევროპის ქვეყნებში. და თეონამ რო თქვა, ძვირად ღირებულ მაღაზიიდანო ესე ეკბილებში ჰქონდათ, ანუ პარკებიო და ისე გამოდიოდნენ, ანუ ერთი ბრელოკი რო თქვა ძალიან ძვირი რო ისეთი მაღაზია და ესე რო გამოდიან, ეს მე როგორც გაგონილი მაქვს, ჯერეთი ხო კი, საშუალება და რაღაცა აქვთ ჩინებს, მაგრამ მე როგორც ვიცი, დადიან სპეციალური, ანუ ესეთ ბრენდების მაღაზიებში, ყიდულობენ, ძვირად ღირებულ, ანუ რაღაცა ბრენდების ახალ კოლექციიდან რაღაც ნიმუშებს, ასე ვთქვათ, ესე ვთქვათ და იმის მიხედვით მე აკეთებენ ხოლმე რეპლიკას და ანუ ფაბრიკებში მიაქვთ თავისთან ჩინეთში და მერე იმისი ჩაშვება ხდება წარმოებაში და მერე იმას ყიდიან რა. მოკლედ აი ესე ჩასაფრებულები. მე ერთ ადგილას ვმუშაობდი, ის იყო ატელიე კი არა. სამოდელო სააგენტო თუ რაღაცა ერქვა, მოკლედ იქ იყო ესე ვთქვათ, საზღვარგარეთ უშვებდნენ თავიანთად, ისედაც მიდიოდნენ, ანუ რაღაცა ბუტიკების და იმის ვიტრინების საერთოდ გადაღება ადრე არ შეიძლებოდა, მე არ ვიცი, ეთყობა ახერხებდნენ როგორღაც ვითომ სელფის იღებდნენ და კადრში რომ მოხვედრილიყო ის რაღაცა. ნუ აი ესეთნაირად ახერხებდნენ და აკეთებდნენ მე რაღაცით მსგავსებულს ან კოპირებას რაღაცის, მოკლედ ეს პლაგიატიზმი გამეფებულია რა მსოფლიოში. ხო, აბა საიდან ამდენი მაგალითად იმისი ჰერმესის ჩანთების რეპლიკები ვაგზალზე შეგიძლიათ თავისუფლად შეიძინოთ, სადაც დაახლოებით 150-დან ზემოთ რა, ესე რეპლიკებიც რო ძვირი ღირს წარმოიდგინეთ. თუმცა ჰერმესის ჩანთები ხელით იკერება, სრულიად ხელით და უმაღლესი კლასის სპეციალისტები ქმნიან ჰერმესის ჩანთებს და ასე და ასე შემდეგ აქსესუარებს თუ სხვა დანარჩენს. ხო, და საერთოდ აი ამ საკითხებზე, ანუ გლობალურ საკითხებზე მე ხო იცით, ვინც მიცნობთ დიდი ხანი, კი იცით, რომ თავისუფალ დროს, ანუ თავისუფალ დროს რაც ვიძახი, აი როცა მაქვს ფიქრის დრო, ვფიქრობ ხოლმე ესეთ საკითხებზე, გლობალურ თემებზე. ზოგადად საერთოდ რა ხდება მსოფლიოში, რატო ხდება და მე ჩემი დასკვნები მაქვს ხოლმე. მე როგორც ვიცი, ბევრს ემახსოვრება ის ფილმი, სადაც რა ქვია იმ მსახიობს დიდში როა ხა გამახსენდება. ფორესტ გამპში როა. ის რა ქვია შენც Tom Hanks-ი, აი ესე მენაზე რო ანუ პური სახელი რო დაგაწევა, ისე რო იცნობ რა მსახიობებს და რო გავიწყდეთ. Tom Hanks-ი რო ამ მთავარ როლში თუ გახსოვთ ეგ კაცობრიობის ასე ვთქვათ, ანუ რაოდენობის შემცირებაზე საუბარი და იქ რაღაცა რო თურქეთში ხდება თუ რაღაც მოკლედ რაღაც უნდა აფეთქონ თუ მოიწამოს იქავრობა რომ ხო იქ ერთი იდეოლოგი როა. ხო და მე რატომღაც ესეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ეს კიდევ არის ანუ დღის წესრიგში როგორც იტყვია ხოლმე და იმიტომ რომ როგორც ვარაუდობენ რაღაც ითვლება როგორ იცით აი შემდეგ წელს რამდენი ადამიანი ცხოვრობს პლანეტაზე იმის შემდეგ და ანუ რამოდენიმე წლის მერე რაღაცა კატასტროფულ ციფრებზე ადის და ანუ რესურსების ვთქვათ არ ქონა თუ რაღაც კატასტროფების ზღვარზე შეიძლება რომ მივიდეს და ამიტომ ნუ მოკლედ ვინც ხა რაოდენობით მეტია კი ვიცით ყველა ძალიან კარგად ხო და მაინც ესე სხვა ქვეყნებში მრავლდებიან თავის ქვეყანაში კი არა აქვთ უფლება ვთქვათ რაღაცა იქ შეზღუდულია თუ სწორედ მახსოვს შვილების გაჩენის რაოდენობა, მაგრამ ახერხებენ სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ ხელახლა ქორწინდებიან თუ არ ქორწინდებიან და ისე აკეთებენ ამ ამბავს და მოკლედ აი ესეთი სახითაც მრავლდებიან და მოკლედ მთელ მსოფლიოს მოედნენ. ხო, ნუ ახლა მე არ მგონია რომ რაც ამდენ ბევრი რაოდენობის ადამიანი ცხოვრობდეს რომ რაღაცა ისეთი
სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, სამყაროში ყველასთვის არის ადგილი და ყველასთვის არის უბრალოდ არასწორი გადანაწილება ხდება როგორც წესი. იმიტომ რომ არსებობს რადიკალურად მდიდარი ადამიანები და არსებობს რადიკალურად ძალიან ღარიბი ადამიანები. აი რაღაცა ბალანსი რო იყოს, მე მგონი ყველა ნორმალურად თუ არა სიხარბის ზღვარზე მაინც არ იქნება ჩემი აზრით, რა ვიცი, მე ესე მიმაჩნია. იმიტომ რომ ეს ერთ ადამიანს მაგალითად რო იქნება დაუშვათ სადაც 500 მილიარდი და სხვა დანარჩენი ხო ხდებით რა, ანუ შეფარდებაზე მაქვს საუბარი. ესეთი ამბები, ნუ მოკლედ, ჩემი დატვირთული ესეთი საკითხებით. ამიტომ ზოგადად ჩვენი ადამიანის როლი ცხოვრებაში ზუსტად იმისთვისაა, რომ ერთმანეთს უნდა, ანუ ვედგეთ გვერდში, ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ, რომ თუ სუსტია ადამიანი რაღაცა ხელი შეაშველოთ და ან ასწავლო, ან რაღაცა განავიდა. აი მოკლედ რაღაცა ერთმანეთზე ზრუნვაზე უნდა იყოს აქცენტი და არა ისევ და ნუ ეხლა ამ ბოლო ხანებში რაც ხდებოდა აქო მაგაზე ზედმეტია საუბარი, ნუ ამისა ერთმანეთი დაჭამან და საერთოდ ზოგადად იდეოლოგიურად ესეა ჩადებული, ესე უნდა იყოს, ანუ ადამიანები ერთმანეთით ყველა ერთად უნდა ერთ საქმეზე ემსახურებოდეს და სიკეთე უნდა იყოს მთავარი, ასე ვთქვათ, დევიზი და აი ეს რო არ ხდება ზუსტად მაგის შედეგია ის, რომ ვიღაცა ძალიან მდიდარია და მოკლედ ვერა და ვერ გაძღადა იქ იახტაზე 10 და 15 თუ 20 ქალთან ერთად დროს ატარებს და იროჯება და მოკლედ ვერ სკდება, ვერ იმაშვება იქ მოკლედ ამას ამოვჭი. ყველაფერი აქვს რა, აკრძალულიც ისიც და აი განცხრომაშია და ისიც რო არ ყოფნის კიდე და კიდე მეტი და მეტი რომ უნდა და ამ დროს საწყალი თქვათ ინდოელი თუ ვიღაცა ბავშვი ქუჩაში რო ყურისთვის რო რაღაცა ოცნებობს ყურზე და ქვაზე რო უდევს თავი ძილის დროს და სიცივეში თუ რაც ქვია იქ მიწაზე ესე უნდა ცხოვრობდეს და ის ვერ უნდა ძღებოდეს რა. ანუ ხვდებით რამხელა ის არის სხვაობა, ხო? და თქვათ აი შიმშილით დახოცილი ადამიანები, უწყლოდ დახოცილი იმ უსუფთავობაში როცა ცხოვრობს ადამიანი, რამდენი დაავადება ჩნდება, ხო? ანუ რამდენი პრობლემა იქნება და ამ დროს ვიღაცა ძალიან კარგად არის ნუ თვითონ რა თავს კარგად ხსნობს და კიდე ბლატაობს კიდევაც და მოკლედ ბრავებსაც აკაჩავებს რა რო იტყვიან და აი ეს სანამ არის ხო მანამდე არ ვიცი ამ ქვეყანას რა ეშველება, იმიტომაც არის უკვე ბუნებაც ბობოქრობს, ღმერთია განრისხებული და ხან რა სტიქიური უბედურება და ხან რა ხდება ხო? მე მგონი როგორც 2-2-4 ისეა ეს ყველაფერი და არ ვიცი, მხოლოდ ბრიყვი და სულელი ვერ მიხვდება ამას, იმიტომ რომ ნებისმიერ მეცნიერი მაჩვენეთ, რომელმაც ზუსტად იცის, როდის იქნება მიწისძვრა, როდის იქნება თოვლი, წვიმა და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, წერია თოვლი, არ მოდის თოვლი. წერია წვიმა, არ მოდის წვიმა. წერია მზიანი ამინდი და თოვლი მოდის, ან წვიმა მოდის. როდის მე გინახია თუ ახლა 1000 ერთხელ თუ დაემთხვა. იმიტომ ხუმრობით ვიძახდი ხოლმე, რომ ყავაში მეთქი, ეს ყავას დალევენ იქ მეთქი, სადაც ამინდის პროგნოზებს ადგენენ, ყავას დალევენ და მკითხავენ ხო რა ამინდი. ეს ხუმრობის დონეზე მქონდა ესეთი ფრაზა ადრე. მოკლედ ესეთი ამბები. დღეს ვფიქრობდი იმასაც, რომ დროა უკვე ასე ვთქვათ, მე სერიოზულად უკვე გამოვცოცხლდე და ავმოქმედდე, იმიტომ რომ ჩემი პოტენციალი აი ესე როა გაყინული და გაშიშებული, ჩემ თავზე უკვე სერიოზულად ვბრაზობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია მეგობრებო და რო არ ვაკეთებ თუ ვერ ვაკეთებ ეს უკვე სხვა ცალკე თემა. აი ჩემ თავზე მომდის ბრაზი და დღეს უკვე დავალაგე ყველაფერი, რაც საჭიროა, ანუ ჩამოვწერე კარგად. ეს ახლა რეზინკით მაქვს შეგული, მოკლედ ამ ბლოკნოტშია ყველაფერი. ეს ბლოკნოტი ადრე მქონდა იმისთვის, ძველი არხი რომ მქონდა YouTube-ზე. და მქონდა ესეთი გადასაკრავი, ეხლა ამოვიღე იმგანიდან, ანუ ჯინსის ის არის, ეს YouTube-ის ადრე ესეთი ლოგოტიპი იყო. ხო, ბევრჯერ შეიცვალა იმის მერე.
აქ კიდე რაღაც ალბომები ამოვიღე, მოკლედ რომ ვეძებდი ამ ბლოკნოტს და ვიპოვე ბაბუეჩემის სურათი. არ ვიცი თუ გამოჩნდება ახლა. თუ ხო, მოკლედ ეს არის ბაბუეჩემი თავისი გამოგონებით, რომელი წლებია მართლა ვერ გეტყვით, სადღაც ალბათ 56-57, სადღაც ესე 1957 ესე იქნება. ეს არის ბაბუეჩემი. ეს მაფიოზივით არის აქ. რაღაც ეს შლაპა, ეს პალტო და ისე მოკლედ. ვინც ახლები ხართ და არ იცით, ბაბუა იყო ინჟინერი, ასევე ლექციებს კითხულობდა სასოფლოში. ეს არის ბებიეჩემი, ასევე ბებიას სურათი ვნახე. არ ვიცი, ახლა პრიადებს არ ჩანს, ესეთი ბებია მყავდა. ეს მგონი წყალტუბოა თუ პიცუნდაო თუ რა ვიცი, აქ სადღაც საწერია. დავწერეთ დავხედო. კურორტი წყალტუბო, ხო, წყალტუბოშია გადაღებული. ესეც არის 57 წელს არის. აი აქ არის რა ქვია იმას. თვითონ ის ფოტოგრაფი რო წერდა წელს და იმას და მან არის მიწერილი. მოკლედ ესეთი ბებია მყავდა, არ ვიცი ახლა ჩანს თუ არა თქვენთან კარგად. ნინო გავს, ჩემი პატარა დაიკო გავს ბებიას, ანუ მამაჩემის დედას. ხო და ეს ბაბუა, მოკლედ ეს სურათები, შავ-თეთრი სურათები რა ვიპოვე და რაღაცას მოვიფიქრებ, მინდა რომ ჩარჩოში ჩავსვა და რაღაცნაირად სულ ხედავდე, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირად ნოსტალგია მაქვს ხოლმე რაღაცებს. მოკლედ, აქ მაგ გეგმა, მეგობრებო, ის თქვა მინდოდა, გეგმა. და ყველაფერი გავწერე, ჩამოვწერე, რაც საჭირო იყო. მეტი ის დარჩა, რომ უნდა გავაკეთო, შევასრულო. ხო, კარგით, მეგობრებო, აი ამისთვის შემოვიდნენ, რომ თან დაგენახოთ, რომ დღეც რო არ ჩამივარდეს, უკვე ბევრჯერ ჩამივარდა დღე ამ მობილურის დატენვის, არ დატენვის გამო და კარგით, აბა გავკოცეთ და იმედი მაქვს, არა, იმედი სიტყვა ცუდია და არ მომწონს. მოლოდინი მაქვს ხვალ ჩავწერ ვიდეოს. კარგით, აბა გავკოცეთ.